ამას ბევრი არ ელოდა, დაღესტნელები ილია თოფურიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ქართველ მებრძოლს მიმართავენ. მოგეხსენებათ, რომ ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც პირდაპირ უნდა მიმართო მას. ბოლო თვეების განმავლობაში მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიო ჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო მასალა. ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის, მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით. დუმილის შესახებ ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად მივიღე, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილის სიმართლეს არ იცავს, ის ცრუ ნარატივებს საშუალებას აძლევს, გაბატონდეს. ბევრ ადამიანს მსგავსი სიტუაცია შეექმნა და სასამართლო სისტემამ არაერთხელ დააზუსტა ფაქტები. დღეს მე არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვდგავარ წინ, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულირებას ან შიშს. მათ, ვინც მიცნობს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული. მე სრული ნდობა მაქვს სასამართლო პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების პატივისცემის გამო აღარ გავაკეთებ შემდგომ საჯარო განცხადებებს. პატივისცემით გთხოვთ, თავი არიდოთ სპეკულაციებს და პატივისცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ მგრძნობიარე დროს. სიმართლეს არ სჭირდება ხმამაღალი არგუმენტები, მას ფაქტები სჭირდება. წერს ილია თოფურიას გარშემო განვითარებულ მოულკენებს ცნობილი დაღესტნური საბრძოლო გვერდი Dagestan Fighters page ეხმაურება და წერს. როგორც ჩანს, ილია თოფურია ამჟამად რთულ სიტუაციაშია და ტიტულის დაცვაზე უარის თქმას განიხილავს. ამ ეტაპზე შენს გვერდით ვარ ჩემპიონო და იმედი მაქვს, რომ ამ რთულ სიტუაციას გადალახავ. წერია პოსტში. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული გვერდი ხშირად გამოირჩევა ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ სარკასტული და დამცინავი პოსტების გავრცელებით, ამჯერად კი მათ მატივისცემა გამოიჩინეს.